ამაზე მადი აღმძვრელი კერძი ცოტა თუ მეგულება გამოვაცხოთ ღუმელში ღორის ნეკნი აფხაზურ აჯიკასთან ერთად და მოვამზადოთ კარტოფილის გარნირი. გეტყვით რომ პირველ რიგში დაგჭირდებათ მოზრდილი ნაჭერი ღორის ნეკნისა, რომლისთვისაც უნდა მოვამზადოთ მარინადი. ზეც დავუმატე მარილი, პაპრიკა, წითელი დაღერხილი წიწაკა და როზმარინი. გავაერთიანე ეს მასა და გადავუსვი ნეკნის ნაჭერს ყველა მხრიდან. კარგად დამუშავებული ნეკნის ნაჭერი უნდა მოვათავსოთ უკვე საცხობ სინზე, ფოლგაში, გადავახვიოთ ყველა მხრიდან და ვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში თავდახურული. შემდეგ მოხსნათ თავზე დავსეროთ ჩვენი ღორის ნეკნის ნაჭერი, გადავუსვათ აფხაზური აჯიკა, მე მზასახით მქონდა. რა თქმა უნდა, აჯიკა უნდა გადავუსვათ ყველა მხრიდან კვლავ და გავუშვათ კვლავ ღუმელში 200 გრადუსზე 20 წუთით ორივე მხრიდან, რათა კარგად დაუბრაწოთ. ამასობაში მიდიას მულტისახარშქვაბში მოვათავსე კუბებად დაჭრილი გასუფთავებული კარტოფილი, რომელიც 20 წუთში მოიხარშა, გადმოვიტანე თასზე, მოვასხი ზეთი, დავუმატე მარილი და პილპილი, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და კამა. კარგად გადავურია და ჩვენი არომატული გარნირიც მზად არის. ამასობაში ღორის ნეკნიც დაიბრაწა. საოცრად მადის აღმძვრელი გამოვიდა და მეთანხმეთ. ვფიქრობ, ეს ის ვახშამია, რომელსაც გულგრილად უბრალოდ ვერ ჩაუვლით.